ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ასრულებს სამუშაოს, რომელზეც ჩვენი სიცოცხლე, უსაფრთხოება და კომფორტია დამოკიდებული. თუმცა ეს ადამიანები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან. ამ ეპიზოდში ყველაზე საშიშ პროფესიებს გაჩვენებთ. თუ სიმაღლის გეშინიათ, მაშინ ეს პროფესია თქვენთვის ნამდვილად არაა. საკომუნიკაციო ანძებზე მომუშავე ადამიანების მთავარი ფუნქცია იმ კონსტრუქციების მოვლაპატრონობაა, რომლებიც ათასობით ადამიანისთვის სტაბილურ სიგნალს ქმნის. სამუშაოს შესასრულებლად ამ ადამიანებს ხშირად მიწიდან ასობით მეტრზე ასვლა უწევთ. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი ანძის სიმაღლე 600 მეტრს აღემატება. ასეთი სიმაღლიდან სამყარო განსაკუთრებულად გამოიყურება. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიუხედავად, მსგავს სიმაღლეზე შიში დაუშვებელია. ბავშვობაში პილოტობაზე ბევრი ოცნებობდა. ფრენას თავისუფლების, სიჩქარისა და ადრენალინის განცდა მოაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი პასუხისმგებლობა იმალება. ყოველ ჯერზე, როდესაც პილოტი თვითმფრინავს მართავს, ის პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ათობით, ზოგჯერ კი ასობით ადამიანის სიცოცხლეზეც იღებს. ზოგიერთი პილოტი კიდევ უფრო შორს მიდის. ისინი სამხედრო მფრინავები ხდებიან. ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ რეაქციის დრო და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარია. წყალქვეშა შემდუღებლები ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და საშიშ პროფესიას წარმოადგენენ. ისინი წნევისა და ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების და შეზღუდული მობილობის ფონზე მუშაობენ. მათი ყოველი ნაბიჯი ძალისხმევას, ხოლო მოძრაობა სიზუსტეს მოითხოვს. ბნელ წყალში ხილვადობა საკმაოდ მცირდება. ამიტომაც არის შემთხვევები, როდესაც შემდუღებლები თითქმის ვერაფერს ხედავენ. ამ დროს ისინი გამოცდილებაზე, სივრცითახკმასა და საკუთარი მოძრაობების სიზუსტეზე არიან დამოკიდებულნი. და ეს ყველაფერი ისეთ ადგილას ხდება, სადაც ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს. თუ სიჩქარე გიყვართ, ალბათ იფიქრებთ, რომ სარბოლო მანქანის მართვა მაქსიმალური სიჩქარის გამოსაცდელად იდეალური ვარიანტია. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია. პროფესიონალი მრბოლელები, მხოლოდ კარგი მძღოლები არ არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ. მანქანის წარმოუდგენელი სიჩქარით მართვის დროს, უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება სერიოზულ ავარიად გადაიქცეს. თუმცა მაღალი რისკის მიუხედავად, მრბოლელები საკუთარ საქმიანობას კვლავ აგრძელებენ. ამ წეების ოპერატორები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სიმაღლე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ითვლება. ისინი სიმაღლეზე მდებარე კაბინებში სხდებიან და მრავალტონიან ტვირთს აკონტროლებენ. ხშირად მათ ქვეშ მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს. მათი უსაფრთხოება კი ამ წის ოპერატორზეა დამოკიდებული. ამიტომაც ეს სამუშაო მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. გასაკვირი არაა, რომ ამ პროფესიის ადამიანები ხშირად პენსიაზე ნაადრევად გადიან. საშიშ პროფესიებზე საუბრისას არ უნდა დაგვაუწყდეს ის ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს მუდმივად საფრთხეში აგდებენ. მეხანძრეები შედიან იმ ადგილებში, საიდანაც წესით ყველა გარბის. ცეცხლი, კვამლი და მაღალი ტემპერატურა მათი სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს. დამცავი აღჭურვილობითაც კი ცეცხლმოკიდებულ შენობაში ყოფნა უკიდურესად სახიფათოა. მათ არა მხოლოდ ხანძრის ჩაქრობა, არამედ ადამიანების გადარჩენაც უწევთ. ეს არის სამუშაო, სადაც ყოველდღე რისკს შეიცავს, მაგრამ ამ ადამიანების გარეშე ცხოვრება ბევრად რთული იქნებოდა. როდესაც საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ადამიანთა უმეტესობა ექიმებზე ფიქრობს, მაგრამ არსებობს ერთი პროფესია, რომლის გარეშე სიცოცხლის გადარჩენა ბევრად რთული იქნებოდა. სასწრაფო დახმარების მძღოლის მთავარი ფუნქცია დანიშნულების ადგილამდე რაც შეიძლება სწრაფად მისვლა. საცობი, ქაოსი და მუდმივი სტრესი ამ ადამიანებისთვის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. ყოველი მგზავრობის დროს მძღოლის პროფესიონალიზმზე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
მაგრამ არსებობს მარშრუტები, სადაც გზაც კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბოლივიაში ყველასათვის კარგად ნაცნობი ეგრეთ წოდებული სიკვდილის გზა მდებარეობს. ვიწრო და დაკლაკნილი გზა კლდის კიდეზე გადის. ამისედაც რთულ მარშრუტს ისიც ემატება, რომ წვიმებისა და ნისლის დროს გზა კიდევ უფრო საშიში ხდება. მიუხედავად ამისა, მძღოლები ამ გზაზე ხშირად დადიან. მსგავსი გზები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. ერთ-ერთი მათგანი პერუში მდებარეობს. მკვეთრი მოსახვევები და სიმაღლის მუდმივი ცვლილებები მძღოლებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იმდენად უყვართ სიმაღლე, რომ პროფესიასაც შესაფერის ირჩევენ. ქარის ტურბინების მოვლა დიდ სიმაღლეზე ასვლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. რთული მექანიზმების პრინციპების ცოდნასთან ერთად, ეს პროფესია შიშის არარსებობასაც გულისხმობს. ამ ყველაფერს ქარი და ცვალებადი ამინდიც ემატება, მაგრამ სანაცვლოდ ეს ადამიანები იღებენ იმას, რაც უმეტესობისთვის მიუწვდომელია. წარმოუდგენელი ხედები და სრული თავისუფლების განცდა მათი პროფესიის ნაწილს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე მთამსვლელობაა. მაღალ სიმაღლეზე ასვლა მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას არ მოიცავს. ესაა ბრძოლა სიცივეს, ქარსა და ჟანგბადის ნაკლებობასთან, რადგანაც რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი, მას სუნთქვა უფრო მეტად უჭირს. ჟანგბადის ნაკლებობის დროს ყოველი მოძრაობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს და მაინც ალბათ ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, რასაც ალპინისტები მწვერვალზე ასვლის შემდეგ განიცდიან. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მეთევზეობა მარტივია, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. განსაკუთრებით დიდ სირთულეს კომერციული თევზაობა წარმოადგენს, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლას უფრო ჰგავს ვიდრე ჩვეულებრივ საქმიანობას. უზარმაზარი ტალღები, სიცივე, დაღლილობა და არაპროგნოზირებადი ამინდი მეთევზეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. გარდა ამისა, ზოგიერთ რაიონში მეკობრეების თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ისინი ეკიპაჟის წევრებს გამოსასყიდის სანაცვლოდ იტაცებენ, ამიტომაც მეთევზეები იძულებულნი არიან ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ვულკანოლოგები ბუნების ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ძალას სწავლობენ. იმის გასაგებად, როგორ იქცევიან ვულკანები, ამ ადამიანებს აქტიურ კრატერებთან ახლოს მუშაობა უწევთ. ცხელი აირები, არასტაბილური ზედაპირი და ამოფრქვევის რისკი მათ სამუშაოს უკიდურესად საშიშს ხდის. მაგრამ სწორედ ამ ადამიანების წყალობით ხდება კატასტროფების წინასწარი პრევენცია და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა. ელექტროგადამცემი ხაზების მემონტაჟეები ყოველდღიურად ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას ეხებიან. სამუშაოების ჩასატარებლად მათ სიმაღლეზე ასვლა უწევთ. დამცავი აღჭურვილობითაც კი რისკი მუდმივად არსებობს, რადგანაც ისინი მაღალ ძაბლოსთან ყოველთვის ახლოს არიან. არბორისტები ხეების მოვლის სპეციალისტები არიან. ისინი დიდ სიმაღლეებზე ადიან და ხეებს ზედმეტ ტოტებს აჭრიან, მაგრამ ხეები ყოველთვის ისე არ ეცემიან, როგორც ადამიანებს სურთ. ამიტომაც ხის ან ტოტის მოჭრა ყოველთვის ზუსტ გამოთვლებს მოითხოვს. ზოგიერთი პროფესია იმდენად უცნაურად გამოიყურება, რომ ერთი შეხედვით ის ხუმრობას ჰგავს. ერთ-ერთი ასეთი პროფესია მაღალი კოშკების მექანიკურად დემონტაჟის პროცესია. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ კოშკში დაგროვილი ნივთიერებები ასაფეთქებლის გამოყენებას შეუძლებელს ხდის. ამიტომაც მათი დემონტაჟი უროს გამოყენებით ხორციელდება. ამ შემთხვევაში მუშებმა ვარდნის მიმართულება ზუსტად უნდა გამოთვალონ და უსაფრთხო მანძილზე დროულად დაბრუნდნენ. ასეთი სამუშაოს ჩასატარებლად არა მხოლოდ ძალა, არამედ სრულყოფილი კოორდინაციაც აუცილებელია. არსებობს პროფესია, რომლის მთავარი მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მაშველები ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს მუდმივად რისკავენ. Julian, how are you? You better, man. Yep. So I can stand up. Okay, there we go. All right, he's at the skid, about to hit the brake. He is. They're freezing forward. All right, Shiv, you can go help. All right, we're getting him in slowly.
არსებობს ისეთი სამუშაოებიც, სადაც დატვირთვა არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც იგრძნობა. ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა ბურღვაა. ზოგიერთი ადამიანი საბურღდა ნადგარებზე საათობით მუშაობს. მაღალი პასუხისმგებლობის გარდა, ადამიანს ფიზიკური ძალა, გამძლეობა და მაქსიმალური კონცენტრაციის უნარიც უნდა ჰქონდეს. არსებობს პროფესიები, სადაც ადამიანებს მუშაობა მიწის ქვეშ უწევთ. ერთ-ერთი ასეთი პროფესია მაღაროში მუშაობა. მაღაროელები ვიწრო სივრცეში ზისხივების გარეშე საათობით მუშაობენ. მსგავს ფიზიკურ შრომას თან ყოველთვის მაღალი რისკი ახლავს. ყველაფერთან ერთად მაღაროში შესაძლოა საშიში აირებიც იყოს, მაგრამ სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოიპოვება რესურსები, რომლებიც თანამედროვე სამყაროსთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მიწის ქვეშეთიდან ისევ სიმაღლეზე გადავინაცვლოთ. სათამბჯენების ფანჯრების მწმენდაობი ისეთ ადგილებში მუშაობენ, სადაც ადამიანების უმეტესობას ახლოს დგომისაც კი ეშინია. ამინდის მუდმივი ცვლილება მათ სამუშაოს კიდევ უფრო ართულებს. არსებობს პროფესიები, სადაც საფრთხე არა იშვიათობა, არამედ ნორმაა. საჰაერო სამედიცინო მომსახურება ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ამ პროფესიით მომუშავე ექიმები დაზარალებულებს დახმარებას ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში უწევენ. ხანდახან შენობების დემონტაჟი არა მიწიდან, არამედ ჰაერიდან ხდება. უზარმაზარი ექსკავატორები 10 მეტრის სიმაღლეზე სპეციალური კონსტრუქციების გამოყენებით ადიან. ერთი შეხედვით, მსგავსი სცენა არარეალურად გამოიყურება, მაგრამ ამ წის ოპერატორისთვის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. არსებობს პროფესიები, რომლებიც სიმაღლეზე ასვლის გარეშეც კი საშიშია. მეფუტკრეები ასობით ფუტკართან ყოველდღიურად მუშაობენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამცავ ეკიპირებას ატარებენ, კბენის რისკი მაინც არსებობს. ფუტკრები უმცირეს შეცდომაზეც კი რეაგირებენ, ამიტომაც მათი მოსალოდნელი ქცევის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, სამუშაო ადამიანებისთვის მავნე ნივთიერების გამოყენებასაც გულისხმობს, რაც ამ პროფესიას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. არსებობს პროფესია, სადაც შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამ პროფესიით მომუშავე ადამიანები ასაფეთქებელ ნივთიერებებს ანეიტრალებენ. მათი საქმე საფრთხის აღმოჩენა და დროული რეაგირება. ამ დროს ყოველ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. უმცირეს უზუსტობასაც კი შესაძლოა სერიოზული შედეგები მოხვდეს. ამიტომაც ეს ადამიანები ნელა და ფრთხილად მოქმედებენ. ადამიანთა უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს, თუ რამდენი სიცოცხლე გადარჩა მათი წყალობით. სამხრეთ კორეის სპეცრაზმში მოხვედრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა. ამ დანაყოფში კანდიდატების მხოლოდ მცირე პროცენტი ხვდება. წვრთნა ყველაფერს მოიცავს, დაწყებული ფიზიკური გამძლეობიდან დამთავრებული გონებრივი ვარჯიშებით. კასკადიორები ის ადამიანები არიან, რომლებიც ფილმებში ყველაზე საშიშ სცენებს ასრულებენ. სიმაღლიდან ხტომა, ცეცხლი, დარტყმა, დაცემა, ეს ყველაფერი მათი საქმეა. ყველა ტრიუკი წინასწარმომზადებას, სიზუსტეს და კონტროლს მოითხოვს. ამ საქმეში შეცდომა ხშირად ჯანმრთელობის ფასია, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები აქცევენ ფილმებს განსაკუთრებულად სანახაობრივს. ყველა ამ პროფესიას შორის გვხვდება ისეთიც, რომელიც წარმოუდგენლად რთულია. მაგალითად, ცხარეწიწაკასთან მუშაობა. ფაბრიკებში მომუშავე ადამიანები სოფლიოში ყველაზე ცხარეწიწაკას შიშველი ხელებით ახარისხებენ. მუშაობის დროს ისინი შეისუნთქავენ ნივთიერებებს, რომლებიც მომენტალურად ცრემლდენასა და წვას იწვევს.
სახეზე ხელის ოდნავი შეხებაც კი აუტანელი ტკივილის გამოსაწვევად სრულიად საკმარისია. ეს პროფესია კი ადასტურებს, რომ ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი დავალებაც კი შეიძლება წარმოუდგენლად რთული იყოს. ინდონეზიაში მდებარეობს ადგილი, სადაც საფრთხეს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამ ადგილას ადამიანები მუშაობენ. ისინი ვულკანური კრატერებიდან გოგირდს მოიპოვებენ. აქ ჰაერიც კი მოწამლულია. მაღალი ტემპერატურისა და მომწამლავი აირების ფონზე ადგილობრივები მინიმალური დაცვით მუშაობენ. ისინი გოგირდის მძიმე ნაჭრებს ციცაბო ფერდობზე კალათებით დაატარებენ. ეს რთული და დამქანცველი სამუშაოა, სადაც ანაზღაურება ძალიან დაბალია. ამ კადრების ფონზე მარტივი გასაგები ხდება, თუ რამდენად უსამართლო შეიძლება იყოს სამყარო. მუდმივი ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა და საბრძოლო უნარების მაღალ დონეზე ფლობა საზღვაო ფლოტის ჯარისკაცებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ისინი სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ემოციების გარეშე მოქმედებენ, რადგანაც რეალურ სიტუაციებში შეცდომის ფასი განსაკუთრებულად მაღალია. ამ სახიფათო პროფესიების შესახებ ყოველდღიურად არავინ საუბრობს, მაგრამ სწორედ ამ ადამიანების წყალობით ფუნქციონირებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამყარო. ისინი საკუთარ საქმეს ჩუმად ყოველგვარი აღიარების გარეშე ასრულებენ. ჩვენ კი მათი შემხედვარე კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ გმირები რეალურად არსებობენ.